ესენი არიან საქართველოს საუკეთესო გრაფი, ვინც არის იცით რო იცით. ყველა ჩვენ. ოი ნანინა. დღეს გვაქვს ფრენა საღამოს 12 საათზე და დილის საათებში ვიქნებით ყაზახეთში. ტარდება შეჯიბრი UWW-ს ვერსიით, ანუ grappling-ი და grappling-no-gi. არის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც წამოვადგენ საქართველოს ნაკრებს. ჭიდავთ მე და ჩემი ძმა, ეხლა მივალ ავიყვან ჩემს ძმას და წავალთ აეროპორტიდან გაგაცნობთ. ყაზახეთში დახვდებიან ნაკრების წევრები, ჩვენი ბიჭები. გაგაცნობთ სანდრო, ამიკო, კიდე ბევრი ბიჭები არიან, რომლებიც გამოდიან და ყველას გაგაცნობთ. ჩავწერთ კარგი ინტერვიუ ჩავწეროთ. მეგობრებო, ეს არის ჩემი ძმა გიორგი რაზმაძე. ამ სპორტის მოსტოდონტი. გიო, დაეცანი ხალხს. გამარჯობათ მეგობრებო. ორიოდენია სიტყვას გეტყვით, ჩემი ძმა არის უკვე, სადაც მიფრინავარ და რომელიც წესებით ვჭიდაობთ ახლა. არის უკვე მსოფლიო ჩემპიონი, შარშან მოიგო გიშიც და ნოუგიშიც. პოლონეთში ტარდებოდა მაგ დროს. და გახდა ორი გზის, ასე ვთქვათ, ან ერთი გზის მსოფლიო ჩემპიონი გიში, ერთი გზის ნოუგიში. ეხლა დიდი ალბათობით ალბათ დაწყნარებული მიდიხარ, უკვე დამშვიდებული. მაგრამ სამწუხაროდ ევროპა არ აგვიღია ჯერ. და ევროპაც სასახებია და ამიტომაც ჭიდაობთ. მე თვითონ ამ სახეობაში 2019-ში ავიღე ბრინჯაო. 2000 შარშან ავიღე ვერცხლი. რომში ავიღე ევროპაზე ვერცხლი და სადღაც მაქვს ბაქოში ბრინჯაო და სადღაც ბუხარესტში ვიყავ, მგონი კიდე ბრინჯაო. ერთ სიტყვით მე ბრინჯაო და ვერცხლები მაქვს მსოფლიო და ევროპიდან. მე სამწუხაროდ არ გამختار-ვარ ჯერჯერობით მსოფლიო ჩემპიონი, ჩემი დიდი სურვილია. იმიტომ რომ ნაკრების წევრები რო ვართ, თავისთავად ჰიმნი მღერის და ასე შემდეგ და ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, როდესაც ჩვენი ჰიმნი ჟღერს. აჭარილებო სალამი. დავფრინდით ყაზახეთში. ვიძახით. და გამიძახე? ხო, კი არა. და ახლა წავალთ სასტუმროში. დაბადროებით. ჩვენი ძმები უკვე მიდიან არენაზე და ჩვენ ახლა მოვედით. ნახევარი საათი გვაქვს რომ შხაპი მივიღოთ და წავალთ საჭიდაოდ. ასაწონეთ უბრალოდ და მე საჭიდაოდ. დავიჭირე. სულ მოვიწყდა მეთქი პირველი გამოსვლა. ჩვენიერი. აგერ ჩვენი ბიჭები ეს ბექა სანდრო, ალექსანდრე, ამიკო მე და გოგა. ამიკო, როგორ გაქვს განწყობა ძმა? შვენიერი ძმა, ყოველდღე მოგებისთვის. კარგია. სანდრო, განწყობა? განწყობა ფაივოი, აუცილებლად მაშინ მინდა ხნა. არის. სერო მედალს მოედან, მაგაში მეჭვი არ მეპარება. ძმები. რაო, ნახავთ.
ყველა მედალით იქნები დარწმუნებული. ბრavo. აროჩე, ურდღელი მოდის ყურები არა, იცი? არა. ხოდა გელი შეფდება და რატო არა და ყურებიო და ბიჭო, აი ჯარშო გამომიწვიესო რა და მივედიო და დავიბრაკეო თავიო რა და აუ მეც ვარ გამოწვეულიო და აღარ ვაკეთებ და კუდი მოიჭერიო, მოიჭრის მივა დაბრაკავ და მოდია და დაფიქრდება. და ვიჯდება უკვე გელი მოდის უკუდოთ, ურდღელი უყუროთ. რა ჩიტო. ბიჭო ასეო და მაშინ ვიდიოდი ჯარშო და ნელა გავაკეთო ის გამოდახევ მოდიო შენი ყურები პატარა და დაიკოდეო. დაკოდავენ კაცო და შედის იმაში და გამოდის მაგარი დაგუზულია და რა ქენიო არ დაგაკეთო კი ხელტერფიანი ხარო. მინდა პირველი ემოციები რო გაგვიყო ხალხს დავეხმარო. რა სიტყვები? წინასწარ ვიტყვით, ამიკო არის რუსთავიდან სწავლობს თვითონ რამდენი წელი არის რაც შეიძლება 2 წელი არის რაც შეისწავლის ჯიუ-ჯიტსუს თვითონ თავისი აზრები, თავისი შრომით და ასე შემდეგ და დღეს რომ წარმოიდგინოთ რა ქნა, მე დავამატებ ვიდეოს დაამარცხა ჯერ ფრანგი, რომელთანაც აგებდა 7-0 და გაუკეთა საბმიშენი. და მე რუსი, რომელიც ითვლება ფავორიტად და რომელიც არის შარშანდელი ჩემპიონი. და ეგეც საბმიშენი დაამარცხა. გენაცვალე და შეინარჩუნე ეგ ემოციები და ფინალშიც უეჭველი დაწესებული რომ ყველა შენ გაგვერდება. ეგრე არის, ეგრე უნდა გახვიდე. გინდა წარა და გააკეთო შენიდანვე რაც ყველაზე მეტად მიყვარს და ის. გენაცვალე. გადავიდა სულოთ. მეორესთან, მეორე ლეგენდასთან. ეს არის. დავაი, დაჭიკი და დავილაპარაკოთ. დღეს ამან იჩალიჩა ბიჭებო და გოგონებო და ბავშვებო. აი დაუჯერებელი რაღაც, ანუ რო გითხრა, ანუ მესი და რონალდო რო იყოს ერთ გუნდში და რომ მოუგო. ეგ იჩალიჩა. ჯერ საქმე ბოლომდე ამ საყვანი. ეგ უკვე მიყვანილი არის თვალით, ორი ფავორიტი, ანუ სოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონატი, ერთი გზის კი არა, ორის კი არა, სამის კი არა. მრავალი სოფლიო ჩემპიონები და ევროპის ჩემპიონები დაამარცხა, ერთიც და მეორეც. ეს გნა ჩვენმა სანდრო ალექსანდრე თევზანი. იცი რატო? იმიტომ რომ მე სამიყავს და სხვა ქართულ მოჭიდავებსაც ორი ძმა გვაძლევს და არის მაგალითი. ესენი არიან საქართველოს საუკეთესო ვინც არის იცით რო იცით. ყველა ჩვენი ეს ნაკრები. ორი ძმა არიან, არა, ეხა რაც სიმართლეა ეგ არის ეხა. მაგაზე მაგას მოდი მე ვილაპარაკო დღეს შენზე. ჯერ როგორ საქმე მივიყვანო. როგორი ემოციები გაქვს? ეხა გეტყვი, მე ფინალი მაქვს US წაგებული უკვე რა. ასე რომ და ერთ გეტყვი, ზუსტად წინა მსოფლიოს ფინალშიც მეგონა რომ უკვე საქმე ბოლომდე მქონდა მიყვარს. ამიტომ ვიწერთ მეგობრებო რომ გაჩვენოთ თუ როგორ უნდა გაიაროთ როგორი მიდგომა უნდა გქონდეთ ფინალში რო გახვალთ. აი მაგიტო ვიწერ მაგ ვიდეოს რომ ბევრი ქართველია და მეტ ბევრი ახალგაზრდა რომელიც თავის ემოციას ვერ უმკლავდება და აი აი მიტო დავიწყე კანალი და ისა რომ აი მაგის ჩვენება მინდა რომ როგორ უნდა მიხვიდეთ. არის აი ნახეთ როგორი მოტივირებული არის, იცის რომ საქმე ბოლომდე არა აქვს მიყვანილი და არის დინჯაც არა და აი გეტყვით თავის ემოციებს. აი თავში აქვს ის რომ ანუ ფინალი საჭიდაო აქვს, მაგრამ ფინალი ასე დარწმუნებული ვარ და ფინალადაც არ მიგაჩნია ერთ რო არ მოგატყო ამ ფინალს. აი რატო რა წინა ფინალი წავაგე 2 წლის წინ იყო ის ზუსტად თან. ამ დღეს. და გემდე ყოველ დღე მახსოვს ეგ დრო ბოლომდე მაქსიმუმი არ ჩავდე. ეხლა უნდა რაც მაგ ყველაფერი დავტოვო დატანზე და ფისტყალობით ღმერთისნება ყველაფერი ფისტყალობით თუ მოვიგე საქართველოს დრო ესა ჰიმნი გაჟღერდა რაც არის ჩემი მოცემა რომ მაგას მიაღწიო. ამან კიდე არის ეს თუ არა არის მომოიგეს. განაცვალე უეჭველი ძმა, უეჭველი გამოგდა ყველაფერი და გაჩვენებთ სიხარულს, გაჩვენებთ როგორ ფრიალებს საქართველოს დროშა, წერეს დავარტყამთ და ჰიმნსაც მოусმენთ. გაიხარ
ეს მესამე ლეგენდა. რაგზნობა არის ქართული დროშის. აბა თქვენი კომენტარი. ორი გზის მსოფლიო ჩემპიონი. სამი. ყობა რატო ამაწერია? ორი არის. ხო, სამი. ორი აწიებოდა, მეც ორი კიბანოში, ერთი იმაში, ნოუგიში. ხო, ამით ისემიტომ ავწი, მე გავიფიქრე, რომ კიმანოში ორი გზის ვარ რა. ნაციონალს კი. ძალიან მაგარი არის. გადაიცი ახალგაზრდა იმას რამდენი წლისა ხარ? წელს გავხდი 36-ის. 36 წლისა და პროფესიონალებში 25 სექტემბერს. გრეპლინგში დავიწყე ჭიდავი 26-ის ვიყავ. 26. 10 წელია. 10 წლის განმავლობაში ვარჯიშობ. გრეპლინგში როდის და ანუ გრეპლინგში ჯიუ-ჯიტსუში ასე თქვა. უნდა მიცეთ თქვენთვის მიზანი იმის რომ თქვენ აუცილებლად გახდებით ჩემპიონი. არ არის 8 წლის ხარ. ხო, ყველაზე თავარი რა არის? დისციპლინა. ძალიან მაგარი. დისციპლინა და თავის უნდა გჯეროდეს. თავის არ დაზოგვა დისციპლინა. უნდა გჯეროდეს რომ ყოველთვის შენ ხარ ყველაზე მაგარი რა. და ყველას აუცილებლად მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს. ენაც. Давай, If you can, please stand for the national anthem of Georgia. Mimanishvili, Georgia. Georgi Ratsmadze from Georgia. Ladies and gentlemen, please stand up for the national anthem of Georgia. ყაზახეთში ავტობუსში ინტერნისა ჩვენი ზმა ინტერნისა ой нани на на ой нани на на ой нани на на